რუსთავის მე-17 მიკრორაიონში მამამ ახალშობილი მეორე სართულიდან გადმოაგდო. თვენახევრის პატარა ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის დროს სახლში ახალშობილის დედა, ბებია და მცირეწლოვანი და იმყოფებოდა. მამა შვილის განზრახ-მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. დაკავებულის დედა და სიმამრი განმარტავენ, რომ ახალშობილის დედმამას ფსიქიკური აშლილობა აწუხებს და პერიოდულად მკურნალობის ქვეშ იმყოფებიან. Უტვინვები არიან, უტვინო არ აქონდა ტვინები და ორივე არიან ისე რა ქვია ნერვოზიანები. მოუვარა ტვინში აიღო და გადააგდო. ღმერთ შევწირე უთქვი. მოვიდა შეხედა ტელევიზორს, შევარდა ოთახში უცბათა, გამოვიდა და მასა უკვე გადააგდო ბავშვი. რა მიზეზი უნდა განემარტა? ავადმყოფი ფსიქიურად დაავადებულა და მე რა მიზეზს განმარტავს. ბავშვების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ეხლა რა მოვიდა არ ვიცი. Გონდა არ ვიცი, რა ბავშვი თვითონ ნულიდეს უქრის ბავშვი მაგისი გაზრდილია. ეს ბიჭი წოლილა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადრე და იქ მოწონებია გოგო და შეერთდნენ ესენი. გაუჩნდათ ერთი შვილი. ხო და ეხლა კიდე ფეხმძიმეთ არის ჩემი ძალიო თქვა. და გააჩინა ახლა მეორე ბიჭი ყოფილა ეხლა გავიგე ის ბავშვი. ხო და დილით ამდგარა ეს ბიჭი და ეს თავისი ეს ნერვიული რომელიც არის ავადმყოფი და ამ ბავშვისთვის მოუკიდია ხელი და შეუყვანია ვანაში. უნდა ვაბანაო. იესოსთან უნდა გავგზავნო. და მე ამდგარა გავხსნია ფანჯარა და გადმოუგდია. რა იყო ალბათ ცხრის წუთები, რო ატყდა ხმაური, რომ ვაიმე ბავშვი გადმოაგდესო, გავიხედეთ უკანა ფანჯრიდან, მე პირადად გავიხედე და ბავშვი უკვე ერთ-ერთ მეზობლის ბიჭს ხელში ეჭირა, რომ აუყვანია დაბლიდან. გარდაცვლილი შვილის მამა სამართალდამცავებმა ცხელყვალზე საკუთარ სახლში დააგავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია განზრახ-მკვლელობის ბრალდებით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაღუპული შვილის დედა სახლში იმყოფება. ოჯახის წევრების ინფორმაციით იგი კონტაქტში არავისთან შედის და არაადეკვატურია. ცოლ-ქმრის 3 წლის გოგონა კი ბებიის განმარტებით იმავე ოჯახში გაიზრდება.